სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა. ჩვენთან არს ღმერთს. ქრისტეს მიერ საყვარელო მეუფეო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო. ყველას გილოცავ ჯვართ ამაღლების დღესასწაულს. ეს არის დღესასწაული შეიძლება ასე ითქვას იერუსალიმში მას უწოდებენ მეორე აღდგომას. რადგანაც 3 საუკუნის განმავლობაში ვითარცა უფალი 3 დღე იყო ჯვარცმის შემდეგ და დაფლული და შემდეგ აღდგა 3 საუკუნის განმავლობაში ქრისტეს ეკლესია იყო დევნილი და მისი ამოძირკვა სურდა ცეცხლით და מחვილით და თვითონ ჯვრის ამ უდიდესი სიწმინდის მიწაში დაფლულობა ნიშნავდა რომ ჯერ კიდევ ქრისტიანობა არის დევნილი და ჯერ კიდევ ქრისტიანობა არ არის სრულად ამ წუთის სოფელში გამარჯვებული. აი ამიტომაც მილანის ედიქტის შემდეგ 313 წელს თუ არ ვცდები ხო 313 წელს მილანის ედიქტის შემდეგ უკვე ქრისტიანობა გამოცხადდა ოფიციალურ რელიგიად და კონსტანტინე მეფის დედა მოციქულთა სწორი ელენე ჩავიდა წმინდა მიწაზე და მოიძია წმინდა ადგილები უპირველეს ყოვლისა გოლგოთა მაცხოვრის ცხოველსყოფელი ჯვარი და აი სწორედ ამ მოძიებული ჯვრის ამაღლება არის დღევანდელი დღესასწაული და ეს იყო სიმბოლო იმისა რომ 3 საუკუნის მანძილზე შეურაცხყოფილი დევნილი ქრისტიანობა იმარჯვებს. იგი წუთის სოფელში იმკვიდრებს უკვე წამყვან ადგილს და ამიტომაც იერუსალიმში ამ დღესასწაულს უწოდებენ მეორე აღდგომას. დიდია ძალა ამ დღესასწაულისა, მაგრამ ამავე დროს ეს არის გახსენება იმისა, რომ აღდგომა მოგვანიჭა უფალმა თავისი აღდგომით ჩვენ მოგვანიჭა უფალმა ჯვარცმის გზით გოლგოთაზე ასვლის გზით ტანჯვის წამების გზით და რომ ჩვენ ამიტომაც დღეს მარხვა რადგანაც ჩვენ ერთდროულად ამ დღესასწაულზე გვაქვს წუხარება იმის გამო რომ ჩვენი ცოდვებისათვის აუცილებელი იყო მაცხოვრის ჯვარცმა და მას უნდა მიეღო ეს უდიდესი ტკივილი როგორც სულისა ასევე ხორცისა, მაგრამ ამავე დროს ვზეიმობთ, რადგანაც სწორედ მაცხოვრის ჯვარცმას მოჰყვა აღდგომა, ამაღლება და როგორც უკვე ვთქვით, განსაკუთრებით აი ამაღლების შემდეგ, ჯვრის ამაღლების შემდეგ ქრისტიანობა გახდა მსოფლიოს იმდროინდელი მსოფლიოს წამყვანი, ესე იგი უკვე რელიგია, რომელმაც დაიკავა ადგილი მაშინდელ მსოფლიოში ყველაზე, ესე ვთქვათ, ძლიერ სახელმწიფოში, ახალი რომის იმპერიაში, რომელსაც ასევე შემდგომში ბიზანტიის იმპერია ეწოდა. ეს არის გახსენება იმისა, ჯვარი საერთოდ ეს არის ჩვენი დამთრგუნველი ბოროტებისა მაცხოვარმა ჯვარცმით შემუსრა ჯოჯოხეთი განსდევნა ეშმაკი და ჯვრის გამოსახვით ჩვენ სულს და სხეულს ვანიჭებთ ღვთაებრივ ძალას რომელსაც გაურბის ბოროტება ეს ძალა განდევნის ბოროტებას. ამიტომ ამ დღესასწაულში მონაწილეობა ეს არის სულიერი ამაღლების, განთავისუფლების
ბოროტი ძალის განდევნის საწინდარი. განსაკუთრებულია ეს დღესასწაული ალავერდის ეპარქიაში, რადგანაც საოცარია ამ დღესასწაულს წინ უძღვის ალავერდის უდიდესი მეოხის, ესე იგი იწყება და ერთი დღით ადრე და შემდგომი დღე ამ შეიძლება ითქვას ალავერდის უმთავრესი მეოხების ხსენება. წინა დღე, ანუ გუშინდელი დღე, ეს არის ქეთევან-წამებულის ხსენება, რომელიც იგივე შეიძლება ითქვას ალავერდის განსაკუთრებული დღესასწაულია და ხვალინდელი დღე, ანუ შემდგომი ამ დღესასწაულის დღე, იოსებ ალავერდელის ხსენება, რომელიც ასევე ფაქტიურად დამფუძნებელია ამ ეპარქიისა და ასევე მფარველი. აი ამ ორ დღეს შორის არის ეს დღესასწაული და ძალიან სიმბოლურია, რომ როგორც ქეთევან-წამებული, ასევე ის იოსებ ალავერდელი ესენი არიან, რასაკვირველია, არსებობს ფიზიკური მოწამეობა და არსებობს სულიერი მოწამეობა, ანუ უსისხლო მოწამეობა, ჭეშმარიტი ასკეტური მოღვაწეობა, ეს არის მარადის ჯვარცმა საკუთარი ცოდვებისა, რაც ითხოვს ჩვენგან ძალიან დიდ მოთმინებას, ძალიან დიდ უარყოფას საკუთარი თავისა და აი ესეც მოწამეობაა და აი ამ ორ დიდი მოწამეებს შორის, როგორც იოსებ ალავერდელი, ასევე ქეთევან-წამებული არის ქართული ეკლესიის აი მოწამეობრივი ღვაწლის, დიდი მოსაგრეობის ნიმუში, მაგალითი, როგორც მე ვთქვი, რომ მოსაგრე იგივე მოწამეა, ასევე ყოველი მოწამე, მოსაგრეა, ვერ იქნები მოწამე თუ არ ახარ მოსაგრე. აი ქეთევანი ბავშვობიდან იყო მარხველი და მლოცველი და ამიტომ შეძლო მან ეს, რაც შეძლო. და აი ამ ორ დიდ მოწამეს შორის არის ჯვართამაღლების დღესასწაული, ძალიან სიმბოლურია ეს დამთხვევა, მართლაც ალავერდი იყო მუდამ ჯვარცმული, მაგრამ აი ეს არის საოცრება, რომ ჯვარცმა არ თავდება მისთვის, ვისაც სამს უფალი, არ თავდება სიკვდილით, თავდება აღდგომით და ამაღლებით, ამიტომ აი ეს ჯვარცმა თან ჯვართამაღლება, ანუ აღდგომა, იგივე ჩვენი სულიერი აღდგომა ჯვრის მიერ, ჯვრის მეოხებით, ეს არის სიმბოლო ალავერდისა. ალავერდი არის აი ამ ჯვარცმით გამარჯვებული, ამ ჯვარცმის დათმენით, ჯვრის მტვირთველობით გამარჯვებული და შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჯვარი ყოველთვის არის სიმბოლო აღდგომისა და აი აღდგომის სიხარულია აი სამი დღე ზედიზეთ აი ამ დიდებულ ეპარქიაში და ამ დიდებულ ტაძარში და ეს სიხარული გადაეცემა სრულიად საქართველოს. განსაკუთრებულია წლევანდელი ალავერდობა, წლევანდელი ეს სამი დღესასწაული, რადგანაც ჩვენ გუშინ კვლავაც აღვნიშნეთ ქეთევან-წამებულის მოწამეობიდან 400 წლისთავი შარშან შესრულდა, მაგრამ პატრიარქმა გვაკურთხა, რომ მთელი წელი გაგრძელებულიყო, ასე რომ გუშინდელი დღეც 400 წლისთავს მიეძღვნა. ეს ის 400 წლისთავია, რომელმაც გამოატარა საქართველო უმძიმეს განსაცდელებს, რო არა ქეთევანი, არა მარტო მისი დროის ქართველობა, არამედ შემდეგ საუკუნეებშიც ქართველობას გაუჭირდებოდა სარწმუნოების შენარჩუნება და კიდევაც გაგვიჭირდა, კიდევაც აღმოჩნდით ისეთ მდგომარეობაში, როცა ბოროტი ძალის მანქანებით ქართველი კაცი ტაძარში ვეღარ ჩერდებოდა. ამბროსი ხელაიას ცხოვრებაში ვკითხულობთ ასეთ ამბავს.
რუსულ ესე ქართულ ენაზე აკრძალული იყო მაშინ ის ქუთაისის საკათედრო ტაძარში მსახურობდა აკრძალული იყო ქართულ ენაზე ჯერ კიდევ არ იყო მაშინ ესე არც მღვდელმთავარი არც პატრიარქი მღვდელი იყო არქიმანდრიტი და აღდგომას ესე იგი იყო შესაძლებლობა რომ სახარება ქართულად ყოფილიყო წაკითხული და წარმოიდგინეთ როგორი ესე იგი ქართველთ მოძულეობა და ქართველების დევნა იყო და ქართული ენის დევნა რომ წაიკითხეს სლავურად, სლავურად გასაგებია, ბერძნულად და ლათინურადაც კი წაიკითხეს ეს მკვდარი ენა და ქართულად აუგრძალეს საკითხვა და რა უნდა გაეკეთებინა მრევლს. თითქოს აბსურდი იყო, როგორ შეიძლება ღმერთს შეეწინააღმდეგო, მაგრამ დატოვეს ტაძარი. აი იმდენად დამძიმებული, ანუ აქ სადღაც რაღაც სიმართლეც არის, რომ თუ მკრეხელობას აქვს ადგილი და ეს გარკვეული მკრეხელობაა, რომ შენ ენაზე გიშლიან, ესე იგი, ლოცვას, რაღაცა ძალადობაა და იქაც ასეთი აშკარა ძალადობაა, თითქოს იქ მადლიც არ არის და იქ ფაქტიურად უმადლო ხყვეს ჩვენი ეკლესიები და ხალხმა დატოვა ეკლესია. მე-20 საუკუნეში კიდევ უარესი მოხდა. და კიდევ როგორ შევინარჩუნეთ ეს წმენა, კიდევ როგორ გადარჩა ეს წმენა და აი ჩვენ ღვთის განგებით მოგვივლინა ღმერთმა რჩეული, მოციქული, ჩვენი პატრიარქი, რომელმაც დაიწყო ეკლესიის აღორძინება უკვე 52 წელია მისი აღსაყდრებიდან და პატრიარქმა შეუძლებელი შეძლო და რასაკვირველია ქართულ ხალხში თანდათან სწრაფად იღვიძებს სარწმუნოება, მაგრამ ძნელია სწორი აღსარებლობითი ცხოვრება, ძალიან ძნელია. ვინც დღეს ეკლესიაში უპირველეს ყოვლისა ღვთისმსახურია, ეს დიდი წყალობაა ჩვენზე, ღვთისმსახურებზე. არანაკლები წყალობაა მრევლზე. ყოველი თქვენთაგანი ხართ აი ღვთისგან უდიდესი სიმდიდრით, სულიერი სიმდიდრით დაჯილდოებული. თქვენ ახართ მარილი სოფლისა. უკეთო მარილი განქარდეს რა ითამე დაიმარილოს. თქვენ და გახსოვდეთ, რომ თქვენი არსებობა იცავს საქართველოს. თქვენი აღსარებლობითი ცხოვრება, რაც ლოცვა და მარხვით გვეუბნება უფალი, ბოროტება, განიდევნება მხოლოდ ლოცვით და მარხვით. ამიტომ დღეს საქართველოს იცავს ეკლესიის ლოცვა, სამღვდელოების და რასაკვირველია მრევლის ლოცვა. ამიტომ დიდია მისია დღესაც ეკლესიისა, დღეს მით უმეტეს, რადგანაც უკვე დაიწყო ჩვენს თვალწინ ხდება აი მეორედ მოსვლის შესახებ წინასწარმეტყველების აღსრულება, რომ განდგომილება ქრისტიანულ ქვეყნებში იქნება დიდი განდგომილება და ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე რამოდენიმე საუკუნეა ეს დაწყებულია ეს განდგომილება ქრისტიანულ ქვეყნებში და სამწუხაროდ ეს განდგომილება მოქმედებს ჩვენზეც, მართლმადიდებელი ეკლესიის სამწყსოზეც და მით უმეტეს ჩვენ ეს 2 საუკუნე, უმძიმესი საუკუნეები გამოვიარეთ და ძალიან ძნელია ეხლა მრევლი რომ ყველა დაუბრუნდეს. ამიტომ პირველ რიგში ჩვენ უნდა ვილოცოთ მათთვის, ვინც ჯერ არ არის ეკლესიის წიაღში, არ უნდა განვიკითხოთ, არ უნდა გაგვიკვირდეს თუნდაც მათი მხრიდან ეკლესიის განკითხვა, სამღვდელოების განკითხვა არ უნდა გაგვიკვირდეს. ისინი არიან გონება დაბნელებულნი და ჯერ მათი სულიერი სამყარო ჯერ კიდევ არ არის გახსნილი და ჩვენ ისინი უნდა გვებრალებოდეს, რომ ისინი მოიქცნენ, უნდა ვთხოვდეთ უფალს და მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ საქართველოს ეკლესიას დიდი ბრძოლა აქვს, მაგრამ ამ ბრძოლაში ის კიდევ უფრო ძლიერდება, კიდევ უფრო მრავლდება სამღვდელოების რიცხვი, მრევლის რიცხვი, ხარისხი იზრდება და ეს დღესასწაულების აღნიშვნა ქეთევან დედოფლის მოწამეობრივი აღსასრულის ეს 4 საუკუნის აღნიშვნა, რომელიც 1 წელიწადი გაგრძელდა, დავით აღმაშენებლის იყო დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წელი შესრულდა დავითის
8 წლის გახსენება, ეს არის გაბწყინვებული ივერიის სიმბოლოა დავითი. ოქროს ხანა, ეს არის გაბწყინვებული ივერია. ანუ რა შეუძლია ქართველ ერს, რომ ერი იყოს წმინდა, არა ყავდეს დიდი თქვათ მეფეები, პატრიარქები, მოწამეები, არამედ ერი იყოს წმინდა. დიახ, ერი წმინდა ნიშნავს, რომ გაუჭირდა ოქროს ხანის შემდეგ საქართველოს, მაგრამ რომ დადგა ესე თქვათ, აი ამ დიდი განსაცდელი, როგორ მოიქცეოდა ქართველი ერი, როცა მას უბრძანეს ხატებისთვის ფეხი დაედგა 100,000-მა ადამიანმა ფეხი არ დაადგა. ეს ნიშნავს, რომ ეს წმინდა ერია და დღესაც მიუხედავად ეკლესიისგან დაცვლებისა, ჩვენს ერში არის დიდი შინაგანი პოტენციალი სულიერი აღდგომისა. ჩვენ პატრიარქის ეპოქას ხშირად მოიხსენიებენ როგორც ქართლის მეორედ მოქცევას და არასოდეს ასე მე-20 საუკუნის ბოლოს როგორც იყო ჩვენი ერი ეკლესიას და ღმერთს დაცილებული არ ყოფილა. ფაქტიურად დაიწყო ქართლის მეორედ მოქცევა პატრიარქის აღსაყდრებით და ჩვენ ვფიქრობთ, რომ აი მომავალი წელი 1700 წელი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების წელი, როდესაც სრულიად საქართველო ქართველი ერის აბსოლუტური უმრავლესობა გამთლიანდა დედა ეკლესიის წიაღში, გამთლიანდა სულიწმინდის მადლით. აი დღესაც ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მომავალი წლის აღნიშვნა თუ ეს იქნება საყოველთაო, ეს ნიშნავს, რომ ეს იქნება კვლავ ჩვენი ერის დაბრუნება დედა ეკლესიის წიაღში, კვლავ გამთლიანება სულიწმინდის მადლით. ამიტომ აი ეს ორი დიდი დღესასწაული დავით აღმაშენებლის და ქეთევანის თითქოს გვამზადებს ამ მომავალი წლისათვის და როგორც პატრიარქის კურთხევით ჩვენი ეკლესია ემზადება მომავალი წლის აღსანიშნავად და ამაში ძალიან დიდია ალავერდის ეპარქიის მეუფე დავითის როლი. მან დაიწყო ეს ქეთევანობის აღნიშვნა, შარშან უკვე დაიწყო მან ეს ყველაზე მეტად ალავერდის ეპარქიამ დაიწყო, იმიტომ რომ აქ არის ქეთევანის სული, აქ არის ყველაზე მეტად, აქ არის ღმერთმა ინება, რომ მისი წმინდა ნაწილები აქ დავანებულიყო. ეს მისია დააკისრა, მოწამეობრივი მისია ამ ეპარქიას და აი მეუფე ამას აკეთებდა და აკეთებს და ერთ-ერთი ეს ეპარქია ამზადებს ჩვენს ეკლესიას და მთელის ყველა ეპარქია ვემზადებით ამისთვის და სახელმწიფოც ემზადება, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ დაიწყო მოძრაობა სამოქალაქო მეცნიერების, კულტურის მოღვაწეების, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ თუ გვინდა რომ საქართველო გამთლიანდეს, საქართველო გადარჩეს, აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ დედა ეკლესიის წიაღში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა და ჩვენ ღრმად ვწამს, რომ მომავალი წელი, როგორც ანდრიას მიერ დაწყებული ქადაგება დააგვირგვინა წმინდა ნინომ და ქართველი ერი გაამთლიანა დედა ეკლესიის წიაღში, ჩვენ ღრმად ვწამს, რომ პატრიარქის დაწყებული მეორედ მოქცევა პატრიარქისავე წინამძღოლობით იქნება საყოველთაო დაბრუნება დედა ეკლესიის წიაღში. არსებობს ასეთი გამონათქვამი, უпростоრეთ აზრი, რომელიც დაიწერა, იყო ასეთი დიდი ქართველი, დიდი ქრისტიანი ჯანსუღ ღვინძილია, მას ეკუთვნის არაჩვეულებრივი ნაწარმოები, ღვთისმშობლის წილხდომილი ქვეყანა, სადაც საქართველოს ისტორია განხილულია ქრისტიანული მოძღვრების ასპექტში, შუქში და ის ამბობდა, რომ 90-იან წლებში, რომ დადგა ჟამი, როცა საქართველოს დაუბრუნდა და აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, დადგა ჟამი, რომ ჩვენ მოვაწყოთ ქართველებმა ჯვაროსნული ლაშქრობა საკუთარი ცოდვების წინააღმდეგ, გავერთიანდეთ და ასე თქვა, რომ უნდა გამოცხადდეს საყოველთაო მონანიება. და რა არის აი სხვანაირად აი ამ ქართლის მოქცევას ეწოდება კიდე ნათლისღება ქართლისა. და რა არის ნათლისღება თუ არა ნაყოფი, შედეგი სინანულის.
როცა იოანე ნათლავდა, ეუბნებოდა შეინანეთ რამე თუ მოახლებო. მაცხოვარი როცა ამზადებდა სულიწმინდის მისაღებად, თუ ადამიანმა არ შეინანა, ნათლობას არავით არ იფასიანა. ამიტომ უნდა შეინანოს სრულიად საქართველოს, რომ იგი ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა ეკლესიის სიახლს და მეცაც ვიტყვი, ვინც ვართ ეკლესიის სიახლში, ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა შევეცადოთ, რომ მუდმივ სრულყოფაში უნდა ვიყოთ, მუდმივ უარყოფაში, საკუთარი უძლურების, ნაკლის მხილებაში, საკუთარი თავის მხილებაში და არა სხვის მხილებაში. უფალი გვეუბნება ამოიღე დირე საკუთარი თვალიდან და იხილო აღმოღებად ბეწვისა თვალისაგან მოყვასისა შენისა. აი, როცა ჩვენ საკუთარ თავს გავწმენთ, საკუთარ თავს ავამაღლებთ, ეს ჩვენ მოყვას შეეწევა და ისიც გაძლიერდება. აი, ეს არის ჩვენი მისია და მე ღრმად მწამს, რომ მომავალ წელს საქართველოში რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა მოხდეს და ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ყველანი სასულიერო და საერო დასი და კიდევ ერთხელ აი ამ სწორედ ალავერდობას აქვს თუ შეიძლება ითქვას აი უმნიშვნელოვანესი მისია რომ ქართველი ერი ამისთვის მოემზადოთ. ჩვენ ამისთვის ვლოცულობთ. ჩვენ ვლოცულობთ აფხაზეთში და სამაჩაბლოში და არა მარტო აფხაზეთში და სამაჩაბლოში. დაკარგული მიწების დაბრუნებისათვის ვლოცულობთ. ის მიწა, რომელიც ღმერთმა საქართველოს უბოძა, ღვთივბოძებული რაც არის, ის დაკარგულია ჩვენი ცოდვების გამო. და თუ ჩვენ ცოდვებს მოვინანიებთ, ღმერთი ამას დაგვიბრუნებს ყველაფერს. აი ამიტომ ჩვენ გვმართებს აი ეს თლიანობისთვის ლოცვა. დღეს იცით სოხუმის ტრაგედიის დღე არის და ეს კიდევ ერთი ნიშანი იყო, უფალმა დაუშვა ჩვენზე ეს განსაცდელი, რომ ჩვენ სწორედ აი ამ ჯვარცმით მივიღოთ ეს ჯვარცმა, ეს ტანჯვა ჩვენი სულის განწმენდისათვის, ჩვენი ამაღლებისათვის და უფალი აი ამ სინანულის გამო, ამ უდრიტვინველობის გამო აგვადგენს ჩვენ, აგვადგენს და დაგვაბრუნებს აფხაზეთშიც და აღადგენს საქართველოს სრულად იმ საზღვრებში, რომელიც მას ჰქონდა. დიდია ჩვენი მოლოდინი, არის წინასწარმეტყველება, რომ მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო ქრისტიანული სამყარო დასცილდება ჭეშმარიტ სარწმუნოებას, ივერია გამწყინდება და ჩვენ ღრმად ვწამს, რომ ეს მოხდება და აი ამ სამ დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს აი ამ მომზადების საქმეში და მადლობა ამ ეპარქიას ამისთვის. გაიხარეთ, იხარეთ, იდგეგრძელეთ, შეგვინდეთ ხანგრძლივი ცოტა გამომივიდა ჩვენი საუბარი გადაგება. დიდება და მადლობა ღმერთს გილოცავთ ალავერდობის დღესასწაულებს. მადლობა სუხთით მაღალ ყოვლადოსამდელოეს ჩვენს საყვარელ მეუფე დანიელს, თეატრის და საჩხერის წინამძღოლს, იმიტომ რომ მეუფის ჩვენთან ყოფნა ვფიქრობ არის სიმბოლური. და რატო? 93-ში მეუფე იყო ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის წინამძღოლი და მეუფემ თავის მრევლთან ერთად თავის მხრებზე გადაიტანა იმ ტრაგედიის სიმძიმე, როდესაც ფეხით უამრავმა ადამიანმა ჭუბერის გადმოსასვლელი გადმოიარა და მეუფე მათთან ერთად იყო და ეს იყო უძიმესი პერიოდი. იქ გამოჩნდა ადამიანური სისუსტეც და იქ გამოჩნდა ადამიანური სიმტკიცეც. ეს ორივე ერთ ძირზედ იყო შეიძლება მორგებული. სიმტკიცე, ვისაც სწამდა მაცხოვარის კაცთმოყვარებისა და მისი იმედით აი ამ სიძნელეების გადალახვის არ შეშინებია და სისუსტე, რომელსაც არ სწამდა მაცხოვრის კაცთმოყვარებისა და ამ სიმძიმეებს შეუშინდა და როგორც კაცობრიად მათ ეს ტვირთი, რომელიც ნამდვილად გვირგვინს შეუმზადებდა, თითოეულს ვერ ატარეს. მახსოვს ეს წელი, როდესაც ალავერდის ეპარქიაში ვიყავით და თელავში გავიგეთ ეს შემზარავი ამბავი და ქალაქი გარინდული იყო და შემდეგ უკვე პატრიარქის ლოცვა-კურთხევით წმინდა
ნინოს ტაძარი სადაც არის ახლა აგებული, იქ აღიმართა ჯვარი. მაშინ პატრიარქი ჩვენთან ბრძანდებოდა და ამ ჯვრის აღმართა გიგოს გორაზე, რომელიც შეიძლება ითქვას ჩვენი ქალაქისთვის, თელავისთვის არის გოლგოთა. რატომ? იმიტომ რომ იქ ხდებოდა დახრეტა იმ ერის მოყვარული ადამიანებისა და თავდადებული ადამიანებისა, დიდი და პატარის, გვარიანის და უგვაროსი, მაგრამ ეს ყველაფერი ხდებოდა ჩვენს თვალწინ. და ძალიან მეუფემაც ახსენა და მეუფეებიც ამას ხშირად ვამბობთ, რომ დრო დგას მძიმე, მაგრამ ეს სიმძიმე ჩვენთა ცოდათა გამოა. თუ რამ დავკარგეთ ჩვენი უგულისყურობის გამო, ცოდვათა მიდრეკილებების არ უარყოფის გამო. და ასე შეიძლება გაგრძელდეს უკვე თუ არ გამოვიფხიზლოთ და თუ არ შევინანეთ. რასაც ვამბობთ, ეს შენანება აუცილებელია დიდიდან პატარამდე, ამ პირიქით პატარიდან დიდამდე. და ალავერდობის დღესასწაულები არის ქარაგმა, თუ რითი უნდა გადარჩეს ჩვენი ქვეყანა და ერი. რადგანაც ამ დღესასწაულების შუა დღესასწაული არის ჯვრის ამაღლება, ხოლო იწყება ქეთევან დედოფლის ხსენებით, ანუ ერის ხსენებით და მთავრდება ერთი მამა იოსებ ალავერდელის ხსენებით, ანუ ეკლესიის ხსენებით. ერი და ვერი ჯვრის გარშემო თუ არ გავერთიანდებით, ეს იქნება საშინელი მომავლისა მაუწყებელი. და როგორ უნდა გავერთიანდეთ? რაც ითქვა ერმა ყველამ ერთად უნდა შევინანოთ. რასაც ეკლესია ასწავლის, უნდა ვიყოთ ყურადღებიანი და უნდა ვიყოთ გულისხმიერნი, რომ შევძლოთ საკუთარი შეცდომების აღიარება. საყოველთაო მონანიებას პატრიარქმა დაუდო საფუძველი, როდესაც მან წაიკითხა ერის ყველას შეწოდებებისა გამო, თავის თავზე აიღო ეს და ღვთის წინაშე თქვა და დაწერა ეპისტოლოში და ლოცვაშიც გაიმეორა, თუ რა უნდა შევინანოთ. ეკლესიასთან გრევა, შეურაცხყოფა, ცილისწამება, ჩვილ ბავშვთა მკვლელობა, უშვერი ლაპარაკი და ეს დღესაც სამწუხაროდ ცოცხალია. მათთანაც კი ვინც რომ ამბობენ, რომ არიან მონათულნი და ქრისტიანები. შესანანებელი ბევრი გვაქვს. მომავალ წელს 1700 წელი უნდა ვიზეიმოთ ჩვენი ქვეყნის გაქრისტიანების. 93-ში სოხუმი დაეცა. მომავალი წლის სადღესასწაულო განწყობას ალბათ ეს როიტყვიან სინანულის ფიქრად გახვება. 33 წელი შესრულდება სოხუმის დაცემიდან და თითქოს აი რაღაცა მერთიც მიგვანიშნებს. დავკარგეთ ჩვენი ცოდვებისა გამო და დავიუბრუნებთ ჩვენი სინანულის ძალით. და პატრიარქი ამბობს, მანამ ვარ ამ წუთის სოფელში, სანამ ეს მთლიანობა არ აღდგება. და პატრიარქი ამისი ნამდვილად მტვირთველია. იმიტომ რომ 2008 წლის ომის შემდეგ პირველი იყო პატრიარქის სასულიერო პირებთან ერთად, რომელმაც ჩვენი დახოცილი მეომრები გადმოასვენეს სამოჩაბლოდან საქართველოში. სიტყვას არ გავაგრძელებ. ვერც თხოვთ ჯვრის ძალას, მოგცეს სინანულისა სურვილი და ძალა, რომ შევძლოთ საკუთარ ცოდვათა აღიარება. დიდმოწამე ქეთევანს ვთხოვთ, რომ ჩვენს ერს მისცეს შეურყეველი რწმენა, რომ არანაირმა საცურმა, ქონებრივმა თუ პატივმოყვარეობით თუ რაღაცა ძალაუფლების სიყვარულმა არ დაგვაკარგინოს ყველაზე მთავარი, როგორც სახარებაში წერია, სიკეთე, რომელიც ჩვენ ღმერთმა მოგცა და ამ სიკეთით ვართ დღევანდლამდე. ხოლო ღირს მამას ასევე ვთხოვთ, რომ ჩვენი ეკლესია იყოს ერთსული და ერთგონი
და მთლიანი საფრთხემსახურებაში და რომ თითოეული ჩვენთაგანი იყოს თავმდაბალი მსახური ღვთისა და მოყვასისა. აკი ითქვა კიდეც მთელი რჯული ორ ცნებაზეა დამყარებული, გიყვარდეს ღმერთი ყოვლით და გულით და გონებით და მოყვასი როგორც საკუთარი თავი. ამ ორ ცნებაზე დამყარებული რჯულით და ჩვენი ქრისტესადმი ერთგულებით ღმერთმა გაამთლიანოს და გადაარჩინოს ჩვენი ქვეყანა და ერი. მადლობა მეუფეო ჩვენთან. მადლობა თქვენ ასეთი დიდებული ზეიმისათვის. მადლობა.